საღამომშვიდობის მოგესალმებით მეგობრებო. აგერ ბლოგზე ვმუშაობდი, რომელსაც შეგპირდით. ეცდები ხვალისთვის დავასრულო და შემოვიხედე რა ქართულ Facebook სივრცეში და სიმართლე გითხრათ, აღფრთოვანებული დავრჩი მოვლენებით, რომელი მოვლენებით საქართველოს პარლამენტში ვითარდებოდა. მივესალმები, ორივე ხელით მივესალმები და ეს ცოტაა, ნამდვილად ცოტაა ყველაფერი. მივესალმები იმას, რომ თქვენ ერთმანეთს ურტყათ, მივესალმები იმას, რომ თქვენ ერთი მეორეს აგინოთ, მივესალმები იმას, რომ თქვენ ერთმანეთი საერთოდ დახოცოთ და ხალხი დაჯდეს და ერი დაჯდეს და ამ ყველაფერს უყუროს. ეს იქნება ძალიან კარგი და არა ისე, პირიქით რო ხდება. თქვენ რო ხართ კარგად, ერთი მეორეში ჩახუტებული ნაცკოცი, შეინჭირიმე შენ გენაცვალეში, სვან ჭამთ, ქვეყანას აქცევთ, ხო და ხალხი ქუჩაში წყვიტავს თქვენი გულისთვის ერთმანეთს. გაჭირვებული ზოგი აქედან, ზოგი იქედან, პარტიებს მიკედლებული ხალხი, გონიათ აქციებში რამის გააკეთებენ და დაწყვიტა ხალხმა ერთმანეთი აგერ ამდენი ხანია და ნაცი და ქოცი ერთად ახართ კომფორტში. რაც შეეხება ნორმალური თვალით ამ ყველაფრის შეფასებას. გადავალიქეთ კობახიძეზე ვიტყვი თავისთავად რაღაცას, მაგრამ ბიჭო, რო გკითხოთ ხალხმა ერთი მხარეს და მეორე მხარეს კანონმდებელი ხართ. აღზრდაში ხართ საზოგადოების, სიძულვილის ენა არ შეიძლება თურმე და Facebook-ში არ შეიძლება ლანძღვა, Facebook-ში არ შეიძლება გინება, ვირტუალურ სამყაროში თურმე საზოგადოება წუხდება, ეს მართლა სასწაული მოიფიქრეს რა. ეს მოიფიქრეს მართლა გენიალური, ამას ქოცის მეტი ვერავინ ვერ იფიქრებდა, ხალხს ალანძღიებენ ერთი მეორეს და აქეთ მის მლანძღველებსაც და ნაცების მლანძღველებსაც თვითონ აჯარიმებენ და ფული მიაქვს ბიუჯეტში სახელმწიფოს. ესეთი სასწაული და ესეთი გენიალური კანონპროექტი ჯერ დედამიწის ზურგზე არ შემდგარა და არ შექმნილა, რომ ხალხი ერთმანეთის ლანძღვისთვის Facebook-ში ჯარიმდებოდეს და ფული მიქონდეს ბიუჯეტს. ან დაზარალებულს, ვისაც ლანძღავენ, ვისაც აგინებენ, ვისაც შეურაცხყოფას, იმას კი არ მიდის. ფული მიდის ბიზნესს და ფული მიდის ქოცებს. არ ვიცი, ესეთი გენიალური კანონმდებლობა სადმე თუ შეიძლება არსებობდეს, ვერ წარმომიდგენია რა. ნახეთ ვერ წარმომიდგენია. მე თუ ესე იგი ვიღაცა გამლანძღა და ან მე თუ ვიღაცა გავლანძღე Facebook-ში, ამის გამო ფული უნდა გადაუხადოთ ნაცებს და ქოცებს. არ ვიცი. ეს პრინციპში ჩემი ლანძღვისთვის არავინ არ დაგიჯარიმებიათ და ჩემი და ჩემი ოჯახის შეურაცხყოფის მიყენების გამო და 1000 მაწევაში დამგინებელის გამო არავინ. ნაცი არ უნდა გალანძღოთ ხალხო და არ უნდა გალანძღოთ ქოცი. დანარჩენმა ლანძღეთ ერთი მეორე არაფერი პრობლემა არა, მაგას არავინ არ აქცევს ყურადღებას. ხო და თქვენ რო გკითხოთ ხალხმა, ხო? კანონმდებლები ხართ, სიძულვილის ენას ქუჩაში კი არა, ინტერნეტში გრძალავთ და რაც საქართველოს ეგრეთ წოდებულ პარლამენტში ხდება, ეს არის საღურის დონე. ეს არის უმდაბლესი დონე და მე ეს არ მიკვირს. სხვანაირად რო იყოს, რეალურად ის არის გასაკვირი, რომ ახლა მათმა რაღაცა ისეთი გენიალური ან კანონპროექტი მიიღონ, ან რაღაცა საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა შედგეს და რაღაცა, ეს იქნებოდა გადასარავი, ამიტომ მსგავსი რაღაცები ლანძღვა გინება ერთი მეორის შეურაცხყოფა, ამაზე პრობლემა არაა და სხვათა შორის რაღაცა მინდათ გითხრათ რა. ამ ყველაფერს თურმე ხო ისე თურმე მძიმედ ყოფილა საქმე, ერთი წუთი სასწრაფო ყოლია თურმე გამოსაძახებელი, რომ ეს რა ქვია უმრავლესობა მცემა თურმე უმცირესობის დეპუტატები. ხო და ვიღაცა დარჩენილა და იქ კუტოკში თუ აბლავაში მოყოლია და გაუხეთქიათ ცხვირპირი და სასწრაფოს იძახებენ თურმე. რა გინდა? ქოცებს ამ მხრივ უპირატესობა აქვთ. როგორც რაოდენობის მხრივ, ხო? ასევე ძმაო კუნთმაგარი და გონებაჩუნგი ხალხი მაგათ რო ყავთ, შეყრილი ისე უნდა. აიღეთ ახლა, რამდენიც გინდა კადრი ვნახე, ეს ამხელა ვერზილა, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ტალახაძე, ვიღაცას ურტყამს თავში იმის ჩარტყმული, ახლა რა იქნებოდა იმათთვის
ხალხისთვის, ახლა ხო წარმოჩვეულებრივი მოქალაქისთვის. ბიჭო, სიმართლე გითხრათ, თავში თქვი მივესალმები თქვა და დაგიხოციათ ერთმანეთი რა, ეს სიამოვნებით თანდათ დიდ სიამოვნებას ვღებულობ მაგითი, მაგრამ მეორე მხრივ ამ ყველაფერს როგორც ზნეობის, როგორც მორალის, როგორც აი რაღაცა გული მწყდება რა, აი მართლა გული მწყდება. სპორტსმენი კაცი, რომელიც არც სპორტსმენია, პოლიტიკოსი ხო ვერასდროს ვერ შედგება. გამორიცხულია ახლა. გინდა გენო პეტრიაშვილი აიღეთ და გინდა ეს აიღეთ, რა ქვია, ტალახაძე აიღეთ და გინდა ეს ახლა ერთადერთი შანსი ვარლამ ლიპარტელიანს აქვს, ძალიან კარგადაა გაქნილი და კარგად გამოდის ელასტიურობა და მაგას აქვს პოლიტიკოსობის შანსი ნამდვილად აქვს. მაგრამ ახლა ამათგან ხო ვერ შედგება ვერასდროს, მაგრამ ესენი არც სპორტსმენები არ არიან. ელემენტარულს გეტყვით რა, აი პატარა ბიჭი ვიყავი, კრიბზე დავდიოდი ქუთაისში, 12-13 წლის დაახლოებით, ბნელი 90-იანი წლებია. ბნელი 90-იანი წლები არის და ესე იგი რა ხდება ხალხო? ნუ ერთ-ერთი იქნებოდა 16-17 წლის ბიჭი, ძალიან წარმატებული, მოკრივე იყო, პერსპექტიული, რა იმ 90-იან წლებში რო არაფერს რო არ აკლებდნენ რა, ყველგან ტურნირებზე უშვებდნენ. ნუ და მართლა იგებდა კიდეც რა. იმ პერიოდის ქუჩა, ვისაც ახსოვს, როგორი ჯუნგლის კანონის პრინციპით იმართებოდა რა. იქ ვიღაცა იყო, ასე რომ ვთქვათ, სასტავი, და იქ ვიღაცა ჭირდებოდა დამტყმელი, ვიღაცა მოლაპარაკე და აი კიდენ ახლა ეს ქუჩის შპანა, ქუჩის წუპაკები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ამბიც და ლაქლაქით ესენი ლაქლაქობდნენ და ეს ურთღამდა. ბანდა ქონდათ ესეთი შეკრული, ნუ ვითომ ახლა იმაში რა იმ პერიოდის 90-იანების ქუთაისში. ხო და იყო ახლა ახალგაზრდების ეს მოზარდების რა. მოვიდა ეს ხმა წვრთნელამდე მოვიდა ეს ხმა. დაიბარა და გამოიყვანა იმის წინ მთელი სპორტსმენების წინ და უთხრა ჩვენ წინ და უთხრა. შენზე მომდისო ინფორმაცია, რომ სპორტსმენი ხარო და ქუჩაში ჩხუბობ და ქუჩის მოჩხუბრად იქეციო. უკანასკნელ გაფრთხილებას გაძლეო. არა ძმა, არა. არა უბრალოდ საჭირო ხარ, რატო თქვა ეს ტრეინერის გარდაცვლილია და აზრი არ აქვს რა, ეგეთი სიტუაცია იყო. ხო და ესეთი სიტუაცია იყო, რომ გააფრთხილა ტრეინერმა, რომ კიდე ერთხელ გავიგებ, რომ ქუჩაში ჩხუბეო და შენი ძალა ქუჩაში გამოიყენეო, ხო? შენ ფეხს არ მოგადგმევიებ, ხო და ნუ აქედან წახვალო. სადაც კიდე იქ წადიო, სხვა სპორტსეო, სადაც კიდე იქ წადიო, თუ ვინმე მიგიღებსო. მაგრამ აქ არა, ეს ახალ წარმოგიდგენთ 90-იანი წლებია, როდესაც გაჭირვება, როდესაც ნუ თითოეული ბავშვი შეიძლება რომ იყოს ადმე დადიოდეს, რაღაცას ნიშნავდეს და თამითოდ ესეთი წარმატებული. და არაო, მე ჯერ არ განმეორდებაო ესეთი რაღაცაო და არ გაული არა ერთ-ორ კვირას, ისევ აღმოჩნდა ეს ქუჩის სუპაკებმა მოაკითხეს და წავიდნენ სადღაც, ამათმა ილაქლაქეს, სამან იჩხუბა და მოვიდა ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ახლა ქუთაის ერთი მუჭა წვრთნელამდე. მეორე დღეს, როდესაც მოვიდა დარბაზში, პირდაპირ უთხრა, რომ არც გამოიცვალო არაფერი, ადიქ და წადი, მოცილდი აქაობას. შენ განაწი არც სპორტსმენი და არც კაცი არ გამოვა. და ნუ ახლა გაბრუნა უკან არ გაულია, ცოტა ხანს მამამისთან ერთად მოვიდა, ნუ დამეუყაო შვილსო, ახალგაზრდა არისო და სპორტიდან რომ გამოაგდო, შეიძლება ქუჩას აყვესო და მომისმინეო, მან უთხრა, მწვრთნელმა უთხრა, სპორტსმენიო, სხვა მენტალიტეტი არისო და ქუჩური მენტალიტეტიო, სხვა მენტალიტეტი არისო. სპორტსმენიო, რომ საკუთარ ძალას ქუჩაში გამოიყენებსო, რინგის და სპორტის გარეშე გამოიყენებსო, გარდა იმერთ შემთხვევისა, თუ თავს არ იცავსო. იმისგან კაცი არ გამოვა, იმისგან სპორტსმენი არ გამოვა. ხო და მაგ ბიჭს მიუხედავად იმისა, რომ ძალა აქვს, სპორტსმენის მენტალიტეტი და სულისკვეთება არ აქვს და ეს უკვე დაღუპულიაო, დაწემას აღარაფერი არ იშველება. რა არ ეხვეწა, მამისმა უკან არ მიიღო. ეს იქედან ბავშვობიდან მახსოვს, აი როგორი მორალი იყო მწვრთნელებში და სპორტსმენებში, რომ დიდი ძალა, დიდ პასუხისგებლობას მოითხოვს. ეს რა ბევრის გახსენება შეიძლება.
ბევრის გახსენება შეიძლება, მაგალითად, ცნობილი ერთ-ერთი კარატისტი იაპონელი, რომელსაც ეკუთვნოდა უმაღლესი ზომა და უმაღლესი დოზა კარატეში, არ აძლევდნენ ამ ყველაფერს. და ერთ დღესაც მოვიდა კიმანოს გარეშე დარბაზში. და უთხრეს, რომ სადა გაქო კიმანო, რატო არა გაქო და მოვდიოდიო და დამხვდენო გზაშიო ისინიო. ქუჩის ესაო ხულიგნებიო და მე მითხრესო რომ კიმანო მომეციო. მე რა ქენიო და მივეციო კიმანო, ახლა ხო არ გავლახავდიო კიმანოს გულისთვისო კაცო მაგათო და აი მაშინ მიანიჭეს უმაღლესი წოდება, იმიტომ რომ არ შეიძლება სპორტსმენმა ძალა გამოიყენოს არასპორტსმენის მიმართ. და ამათ რო უყურებ, ხო? არ ვიცი, ძმაო, ახლა კი სასაცილოა, ერთ მხრივ მართლა სასაცილოა, მაგრამ მეორე მხრივ გეუბნები რა ადამიანურად. ამ ხალხს არც სპორტსმენის ისა აქვს, რა ქვია, მორალი აქვს, არც პარლამენტარზე და კანონმდებელზე ხო ზედმეტი არის ლაპარაკი. ახლა გენო პეტრიაშვილი და რა ქვია იმას ტალახაძე რომ ამ ქინძებს ციხვეშ გაიგდებენ, ეს ყველასთვის გასაგებია და მაგისტვის რო ყავთ პარლამენტში, ისიც ყველასთვის გასაგებია. ისიც ყველასთვის სხვა ფუნქცია, მაგათ რა კისრია. ერთი ფუნქცია არის თით დააჭიროს, და მეორე ფუნქცია არის რომ ასე რომ წამოყვებენ, წამოყელყელავდებიან და არ ყამენ თავში და ეს იქნება. ხო და მაგაშია ჩემო ძმაო, ესენი არც სპორტსმენები არიან. არც სულისკვეთებით სპორტსმენები არიან და არც ისინი არ არიან და ამათგან პარლამენტარობა და ინტელექტი და ეს დამთავრდა მორჩა არიან ბინძურ საქმეში და აკეთებენ ბინძურ საქმეს. მილიონერად თავზე გადაუსვამენ ხელს, ხო მაგარი ხარო თავში როცა არტყიო და ესკენიო და აუ ჟდებიან საღამოს ალბათ კურს გადახავენ რესტორანში და აბა შენიცი შენ გენაცვალეო. გამოუწერია ახლა ტალახაძის დარტყმულზე გამოიძახებდნენ ახლა სასტრაფოს აბა რა იქნებოდა და აი ამას ახლა ესეთი ხალხიდან თქვენ ელოდებით რამე სიკეთეს? ღმერთო დალოცე ბატონი ბიძინე. ღმერთო დალოცე რომ სანახაობა არ გვაკლია. სანახაობა ნახდათ არ გვაკლია. თან მით უმეტეს რაში იყო საქმე, აი ყველაზე მეტი გადასარევი მომენტი იყო აქ რა. შიოყოლიათ შიომესამ ამას უკურთხებია თურმე იქაობა რომ აბა თქვენ იცით ახლაო და კურთხეულები ხართო თქვენო ქართველებს შორის და აკურთხა ეს ყველაფერი არც პატრიარქის ის დაიდეს ხათრი არა და პატრიარქთან უზარმაზარი შანდლებით დარბიან და უზარმაზარი კელაპტრები უკავიათ და არც პატრიარქის ხათრი გაქვს. ეს რისი მაჩვენებელია, იცით? ეს დაჩვენებელია იმის, რომ ერთადერთი ავტორიტეტი ქვეყანაში, როდესაც იყო დარჩენილი ილია მეორის დრო რო ყოფილიყო, ამას ვერ გააკეთებდნენ. არ გააკეთებდნენ, იქ მაინც არსებობდა ეს რაღაცა პატრიარქის მიმართ. თუნდაც გადაჭარბებული იყო, კი ბატონო, მე ვამბობ, რომ გადაჭარბებული იყო ის ყველაფერი, რაც ჰქონდათ, შეიძლება ზოგიერთ უკვე კერპომანიაში ჰქონდა ეს ყველაფერი გადასული, მაგრამ იმ ადამიანს ჰქონდა თავისი ავტორიტეტი, რასაც ვერ დაუკარგავთ. აი ეს საერთოდ არ მიაჩნია. დღეს საქართველოში ერთადერთი ავტორიტეტი, რაც უნდა ბიზნეს მიაღწია. საქართველოში ერთადერთი ავტორიტეტი არის ბიზნესი. ბიზნესი იქეთ არავინ არაა საქართველოში ავტორიტეტი და არც იქნება. სანამ თვითონ იქნება მართველი არავის არ მისცემს საშუალებას და ეს კიდე ამის მაჩვენებელი. ეხლა რა შეეხება იმას, რომ რაზე უნდა ილაპარაკო, ახლა გადავხედი ამას დამაწყევარმა უსმინა ამათ ბჟუტურებს, არ ვიცი. აი თურმე სიღარიბეო 2029 წელსო აღმოიფხრებაო თურმე, აი 2029 წელს თურმე საქართველოში ღარიბი აღარ იქნება. რომელია 2026. ანუ 3 წელიწადში თურმე საქართველოში ღარიბი არ უნდა იყოს. მომისმინეთ. რა მაინტერესებს, იცით? რის ხარჯზე აპირებთ იმის, რა ქვია, სიღარიბის აღმოფხრას საქართველოში. რაცაა დარჩენილი ხალხი.
ისიც წავა ალბათ და ისინიც ემიგრაციაში გადაიხვეწებიან, ზოგი ფიზიკურად არ დარჩება ღარიბი საქართველოში და ზოგი კიდე ეხლა ხო 18 მილიარდია ბოლო 5 წელიწადში ემიგრაციიდან შემოსული. კიდე რო ნაწილი გავა, ну ალბათ ერთი 20-30 მილიარდი იქნება და თავის ოჯახებს შეინახავენ ემიგრაციიდან და აღარ იქნება ხო პრობლემა. აღარ იქნება ხო პრობლემა. ახლა თქვენი აშენებული ქარხანა არავის უნახია და თქვენი კანონ პროექტი არავის არ ახსოვს? რომელი კანონ პროექტმაც ერთი კანონ პროექტი დამისახელეთ, აი გეკითხებით, აი ყველას გეკითხებით, ერთი კანონ პროექტი დამისახელეთ ქოცების, რომელიც საკუთარ ჯიბეზე დადებითად იგრძენით. მე არ გეუბნებით ჯარიმებს. ჯარიმები Facebook-ში რო დაწერო და იმასიც გაჯარიმებენ და თვითონ მიაკვდა ახლა კუჩის ჯარიმებზე ზედმეტია ლაპარაკი და ამაზე არ ვლაპარაკობ. ერთი კანონ პროექტი, რომელი კანონ პროექტის საშუალებითაც თქვენ საკუთარ ჯიბეზე იგრძენით ეს კანონ პროექტი. ერთადერთ მეტნაკლებად თუ არ ჩათვლის ადამიანი, მაგრამ ეს არ იყო ქოცების ის, მაშინ მე საქართველოში ვიყავი, ვესწრებოდი იმ პარლამენტის ხდომას, როდესაც ეგრეთ წოდებული საპენსიო რეფორმის შემოქმნა ბექანასულშვილმა შემოიტანა სოციალისტია ეს ბიჭი. უბრალოდ კი ქოცების კვოტით იყო შემოსული, მაგრამ არ იყო ქოცი რა, კოალიციიდან იყო და იმან შემოიტანა, რომ დაავალდებულა სახელმწიფო ყოველწლიურად 20 ლარით მინიმუმ რო გაზრდილიყო და ესენი ზრდიან ამას 20 ლარად და მაშინ რო ვკითხე მეთქი რა ხდება მე ვთქვი ვეტერანების მიმართ ზრდაზე, სხვა დამსახურებული ადამიანების მიმართ რა ვქნაო არ მომცესო, მქონდაო ეგ პროექტიც, მაგრამ არ დამიჭირეს მხარი ამ საკითხთან დაკავშირებითო და თუ გააკეთებენო აგერ ახარ თქვენцо და აგერ არიან ესენიო მაქო ეს პროექტიც აგერო, მაგრამ არ მაძლევენ, ჩემი ხალხი არ მაძლევს ხარდაჭერას და როგორ მოახერხო ყველაფერი. აი ეს იყო. სხვა ისიც 20 ლარით თვეში. სხვას მე ვერ ვიხსენებ. რადგან ვერ ვიხსენებ? რამაც გაუმჯობესა ცხოვრება და აი სხვათა შორის რაშია კიდე იცით საქმე, აი ეს ქალბატონი მიყვარს განსაკუთრებით ეს სასწაული ქოცია ეს ქალბატონი, რომელმაც გაიკვირვა თურმე 38 ლარათო, რომელ 10 ლარათო რატო ვერ ყიდულობდო ხორცო და ისა 38 ლარათო სატყიდულობდო გაკვირვები ახლა ეს ყველაფერი და ეს ხალი რომელია იცით? ამან ასეთი სიბრძნე წამოროშა, რომ ესე იგი კათარზისის სახლები რო არის. გაჭირვებულებს რო უფასოდ საჭმელს აჭმევენ. დღეში იყო გაჭირვებულ ადამიანზე გამოყოფილი ლარი და 20. ხო და ლარი და 20-ის უნდა ეჭაბა რა. მე ის უფასო სასადილოებიც ხო გაუძარცვიათ ამათ ქოცების იმას, რა ქვია, წილში ხო ჩამჯდა 3 მილიონი ნახევარი ხო მოუტეხიათ. თვითონაც იძულებული გახდა და ბავშვებს პარავდნენ საჭმელს და გაჭირვებულებს პარავდნენ საჭმელს. ჩემ ბრალდება ხო არა, მაგათი ბრალდებაა კაცო. ხო და რა ამბავია, ისო ლარი და 20 კაპიკიო ცოტა კიდევ დააკელითო იმასო, რა ქვია. ჭამის ფულიო გაჭირვებული ხალხისთვისო კათარზისშიო. ესეც ბევრი არისო, ლარს და 20 კაპიკსო რო იმაშვებით. ლარად და 15 ჯდებაო მაგ ყველაფერი. ხა გამოდის აგერ თურმე და რანაირ განცხადებებს ლაპარაკობს, ხო? აი ესენი არიან ქოცები, ჩემო გარო. ახლა ძალიან დიდი ბოდიში ყველასთან. არ მიყვარს რა ეს თავის მოტყუება. არ მიყვარს თავის მოტყუება, არც მეგობრების მოტყუება, არც სმენელის მოტყუება, არაფერი ეს რა, იმიტომ რომ ყველაფერი ცუდი საწყისი არის ტყუილი. არ არსებობს ტყუილს რო იტყვი, იქ მე რა ყველაფერი არასწორად ლაგდება. არ ეშველება ამ ქვეყანას. არ გეწყინოთ. არ ეშველება ამ ქვეყანას, იმიტომ რომ ეს ქვეყანა და ეს ხალხი ტყუილში ცხოვრობს. და ამ მატყუარა ხალხს ურჩევნია ესე ტყუილში ცხოვრება, მიეჩვია უკვე ხალხი მიეჩვია ამას. არ აინტერესებთ არაფერი. მორჩა დამთავრდა. მე გეუბნებით ამას ალალად, რომ თქვენ რაიმე მოლოდინი გქონდეთ, რომ ესენი რამე შეცვლიან. არაფერი არ იქნება და თავი პრობლემა რაშია იცი? თავი პრობლემა ამაჩი მარტო კი არა, ხალხშია, თქვენშია ეს პრობლემა. არჩევნებზე რატომ მიდიხართ?
რაზრი აქვს თქვენ არჩევნებზე სიახლოს? როდესაც გეუბნებით არ მიხვიდეთ, არ გაადგათ ფეხი, არ წახვიდეთ, ამათ ირჩევთ. ესაა თქვენ, ესაა ქართველი ერის არჩევანი? არ არის ეს ქართველი ერის არჩევანი. არჩევნებში მაქსიმუმ 40% ესეც ყველანაირად გაბერილად ღებულობს მონაწილეობას და სადღაც 21%, 22% არის ქოცების მომხრე. 40%-ის სადღაც 50%. ანუ რეალურად ამათი მომხრე არის 20-22% ქვეყანაში. ისიც არ არის. და ნუ მიდიხართ ხალხო, ნუ ხდებით ამ თაღლითების მოსატყუები. შენ შემოძმაო 900 იქედა ხარ გადახვეწილი და იქ რო გადაიხვეწე და მეტნაკლებად მოეწყვე, ამისთვისაც მადლობა ბატონ ბიძინას. ანუ პრინციპში ხო მართალი ხარ, იმიტომ რომ ბიძინა არა ესეთი არამიწიერი ქმნილება არის საერთოდ რა. და სხვათა შორის ქოცები მარტო არ არიან ამ ყველაფერში, რომ მათ ლიდერს თვლიან ემათ რა ქვია. არამიწიერ ქმნილებად. არიან ასეთი ერები და არიან როგორც განვითარებული, ასე დიქტატორული. მაგალითად, ჩრდილო კორეაში, საერთოდ წელთაღრიცხვა იწყება ჩუჩხეთი. კიმის დაბადების იმიდან, რა ქვია, დღიდან და იქედანაა წელთაღრიცხვა და არამატერიალურად ითვლება. განვითარებული იაპონიაშიც კი, იქაც კი იაპონიის იმპერატორი ითვლება არამატერიალურ ქმნილებად. ეს რაღაცა ზეციური ნაყოფი არის. ამ ხრივ ალბათ, მაგრამ ქოცები რომელს უფრო გვანან, ახლა იაპონელებს უფრო გაუგვანან თუ ჩრდილო კორეელებს. მე უფრო მგონია ჩრდილო კორეელებს უფრო გვანან. იმიტომ რომ იაპონიის ანალოგიას ვერ ვხედავ. ჩრდილო კორეისკენ კი არის ნამდვილად მასკნა, რა ქვია, გადახრა. იმიტომ რომ იაპონიაში ხალხს არ შეია და ჩრდილო კორეაში ხალხშია და გაჭირვებაჟერენ დამონებული არიან და ხმას ვერ იღებენ და ისე გვამონებენ ჩვენც. ამიტომ არ გვეშველება არაფერი რა. დავანებოთ ახლა იმაზე უზრუნოს თავი რომ რაღაცა ვიღაც, იმიტომ ამ ხალხიდან არ შეიძლება რაიმე კარგი იქნას წარმოშობილი. ერთადერთი რაც არის ამ პერიოდში მთავარი, აქ არის ერთი მთავარი ისა რომ რაც შეიძლება სანამ ეს წეულები არიან, რაც შეიძლება ერმა მაქსიმალურად აერიდოს მავნე გავლენა. მაგრამ ესეც შეუძლებელია, ჯერჯერობით ესეც შეუძლებელია და ერთი ძალიან ცუდი ინფორმაცია არის გავრცელებული. გადავამოწმე სხვათა შორის და ვრცელდება ეს ინფორმაცია. ეს ბოლოსკენ მინდა ეს გითხრათ. ისრაელში მუსირებს ისრაელის მედიაში მუსირებს მსგავსი იდიოტიზმი. და რა იდიოტიზმი არის ეს ყველაფერი? ღაზას სექტორში ქართველი ჯარისკაცების განთავსების შესახებ. თუ როგორ და რანაირად ამაზე მე დეტალურად მინდა ამას მივაქციოთ ყურადღება. და ეს თუ მართლა გადაწყდა, ეს იქნება ქართველი ერისთვის და საქართველოსთვის დამღუპველი. მე გეუბნებით. ურია ბიძინა ივანიშვილი, ურიების კლანი მართავს საქართველოს თავიდან ბოლომდე და არ გამორიცხოთ რომ ეს იყოს მართალი. არ გამორიცხოთ ეს იყოს მართალი და ქართველი ჯარისკაცების გაგზავნა მოხდეს ღაზას სექტორში. აი ეს იქნება ქართველი ერისთვის საბოლოო დამღუპველი. იმიტომ რომ საქართველოს პირდაპირ აღმოჩნდება ჩათრეული, ამჯერად უკრაინა-რუსეთის ომში კი არა. ისრაელის და მუსლიმური სამყაროს დაპირისპირების ომში. აი აქედან კი რასაც მივიღებთ და როგორც მივიღებთ, ამა ძალიან მალე იგრძნობს ქვეყანა. და ამდენი დებილი და ავადმყოფი რო გვყავს ერში, რომელიც ტაშს უკრავდა ისრაელს ყველაფერზე,
რომლებიც შეინჭირიმე შენგენაცვალეს და ირანის საელჩოსთან ცეკვავდნენ და ტაშპანდურობდნენ, უეჭველი არიან ამაზე წამსვლელები რო იცოდეთ. საზოგადოებიდან ამაზე პროტესტი არ მოყვება. ხელისუფლებიდან ამას პროტესტი არ მოყვება. და ეს დაღუპავს ჩვენ ქვეყანას. და დაღუპავს ჩვენ ერს. მე გადავამოწმე ეს მართლა მუსირებს. მართლა ლაპარაკობენ და ისრაელის პრესა ეს არ არის შემთხვევითი მოვლენა, იქ ძალიან მიზანმიმართულად, ძალიან ღრმა წყაროებით ჩათვალეთ, რომ ამას მოსადი წერს და მოსადი აკეთებს. ესენი ხო არიან ჩვენი 26 საუკუნოვანი ძმები? ხო ყველაზე მეტი კარგად ქართველებში ხო ჩვენი ჭირიმე ჩვენ გენაცვალი არიან? ხო უიმე. აი რას უპირებენ საქართველოს და ქართველებს. გამოდით ახლა და ვიცი უამრავი გამოსირებული გამოვა და ისრაელის გულისთვისო გავაგზავნოთ ჯარი რა არა მისი შვილი არ უნდა წავიდეს და მისი ოჯახის წევრი არ უნდა წავიდეს რა თქმა უნდა მაგრამ სხვისი შვილი წავიდეს და სხვის მაშვილმა მიიღოს მონაწილეობა მუსირებს შემოძბავ მუსირებს ისრაელის მედიაში მუსირებს გადავამოწმე ყველაფერი ხო და იმედზე არ ვიცი მე არ მინახი მე არ უყურებ ქართულ არხებს სადღაც თუ შემხვდება რაღაცა როდესაც ვკითხულობ იმიტომ რომ არ მიძლებს გული რა ამ იდიოტი ჟურნალისტების მოსმენას და მილიონში ერთხელ თუ რაღაცა ვნახე და არ მინახია მე იმედმა თუ დადო მით უმეტეს თუ კი იმედის დადებული არის ეს და თქვენ თუ ეს ნახეთ და თუ იმედი ამის პროპაგანდას წევს მაშინ გამოდის რომ უკვე გადაწყვეტილია ეგ ამბავი და უკვე დაწყებულია საქართველოში წყურის მიჩვევა. მე არ ვიცი, არ შემხედრია, არ მომისმენია, არ მაინტერესებს რა იმედის ნაბუდავი. მაგრამ თუ კი ეს ასე იყო, რასაც თქვენ წერთ ახლა და იმედმაც დადო, ეს ჩათვალეთ რომ უკვე ქართული საზოგადოების წყურის მიჩვევა ხდება ამ პრობლემასთან დაკავშირებით და მე გეუბნებით თავში გაფრთხილებთ. საქართველოს გარევა ისრაელი-პალესტინის კონფლიქტში ეს იქნება საქართველოსთვის დამღუპველი. დამღუპველი იქნება ყველანაირად. ბევრი ამას ვერ ხვდება. რაც მოვიდა ლიბანს და რაც მოდის დღეს ლიბანს, აი იმაზე უარესი მოუვა. ბევრად უარესი. იმიტომ რომ ლიბანს იქ ყავს გულშემატკივრები, ყავს გვერდით მდგომელები, თვითონაც სხვა ქვეყანა. მოკლედ და ბოლო ის ხალხი ვინც იქ დევნილების სახით იქნა მიღებული, შეერაღებული ხალხი. ხო, ურია როგორა ბიძინა და წაიკითხეთ ქალბატონო მანანა ურიების წესი იმისთვის რომ თავისი საქმე გააკეთონ ჩვეულებრივად შეიძლება შევიდეს და სანთელიც დაანთოს თუ თვითონ ჩათვლის საჭიროდ და გოდების კედელთან რომ მიდის და ჩანაწერს რო აკეთებს და თავზე ის რო ახურია და ხანუკაზე სანთლებს რო ანთებს იმას ვერ ხედავ თუ მაგას ხედავთ მან და ღმერთო ბიზნეს ღმერთი წამს სამება აშენა არა არ ვიცი ეს ბიზნა ბრძენმა იცის და მაგათ მაიციან. მოკლედ, ეს არის ძალიან საშიში მოვლენა, რომელიც სავარაუდოდ გამოწერილია ჩვენ ხო შვიდობის ყოფილები ვართ და ჩვენ ხომ შვიდობას ვამკვიდრებთ და გამოცდილება გვაქვს მიღებული და ახლა ისრაელი და ის უნდა შევარიგოთ პალესტინა. ეგა. მოკლედ, აი ახლა ასეთი პარლამენტიდან და ასეთი პარლამენტარებიდან კეთესის მოლოდინი არ უნდა გქონდეს ადამიანს და ასეთი ხელისუფლებიდან როგორც ქოცური ხელისუფლება არის ამათგან მოლოდინი ნამდვილად არ უნდა გქონდეს უკეთესის. ამ საკითხზე მე უფრო დეტალურად გამოვიკვლევთ ამ ყველაფერს და გეტყვით ჩემ აზრს მოგახსენებთ. ეს ძალიან ცუდის ნიშანი. ძალიან ცუდის ნიშანი. ეთყობა საერთოდ ქართველიერის დარჩენილი ნაწილის საქართველოს დარჩენილი ნაწილის სრული ფიზიკური განადგურება არის ჩაფიქრებული და ალბათ ერთ-ერთი შემადგენელი, მე ღარიბი აღარ გვეყოლება სამაგიეროდ ქვეყანაში, იმიტომ რომ ერი აღარ იარსებებს. ასეა. არაფერი არ აუშენებია თვითონ ექსამება აშენა ხალხმა და რა თქმა უნდა მაგის დაფინანსებაც იყო და ნუ გადაგვაყოლეს იმას რა ქვია მის რაღაცა ფულზე ნაყიდმა სასულიერო თუ არასასულიერო პირებმა საერო პირებმა ეს რა ქვია მის ვაჭრ უკანულ გარიგებას ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ცოცხალი ადამიანებით მოვაჭრე
ვაჭარია ჩვეულებრივად და საქართველოში არის ვაჭრობა. თავმოყარეობა, ღირსება, ზნეობა, მორალი არაფერი არ არსებობს. არსებობს ბიზინა და არსებობს მისი ფული. მორჩა და დამთავრდა. არ აინტერესებს სხვას არაფერი. ამიტომ ეს ადამიანი ყიდულობს თუ რაიმე წინააღმდეგობა ხდება. და სამწუხაროდ საქართველოში ძალიან ბევრი იყიდება. ჯერ იმ კაცის დედა მოუტყან, ვინც იყიდება და მერე იმ კაცის დედა მოუტყან, ვინც ყიდულობს. მედით ახლა და დაუძახეთ თამთაიას და ვთხარით რომ ესა რა ქვია, იგინება და ილანძღებაო. მედით ახლა ხო და ამოწეროთ იქნება ჯარი. თამთაიას ადახართ, ერთ თამთაიას სამსახურს ეძინა დღეს. ის მაინტერესებს. ეძინა ალბათ ხო და არ გუგია თამთაიას იქ რაც პარლამენტში ხდებოდა. მომწერეთ შემოძმაოდათ დროზე შევთანხმდეთ და გავისაუბროთ. ეხლა ფიზიკურად არ მსალიას, მაგრამ რაღაცას ვაკეთებ და მე იმას ვქო. აი, ეს თქმა მინდოდა. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის.